ბათუმის 103 უბანზე განმეორებით არჩევნებში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა. უბანზე ხმის მისაცემად 621 ამორჩეველი მივიდა, საიდანაც 162-მა მხარი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს მარინე ჩიხლაძეს დაუჭირა. 132 ხმით მეორე ადგილზე გავიდა ქართული ოცნების კანდიდატი თეიმურაზ ყურაშვილი. უბანზე კენჭისყრის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ოლქში დარღვევებთან დაკავშირებით არც ერთი საჩივარი არ შესულა. 103 უბანზე ჯამში 1147 ამორჩეველია რეგისტრირებული. გუშინ კი საკუთარი არჩევანი 20%-მა გააკეთა. დაბალი აქტივობით გამოირჩეოდა, ამორჩეოდა 20% მოვიდა დაახლოებით, სულ ხმები გადანაწილა შემდეგნაირად, დაახლოებით 51% მიიღო ნაცმოძრაობის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა და დაახლოებით 51% მიიღო ქართული ოცნების მიერ წარდგენილმა კანდიდატმა. ერთ მანდატიან ადგილობრივ ოლქში შედეგები დაითვლება ყველა საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების გათვალისწინებით და აი ამ მომენტისათვის ლიდერობს ქართული ოცნების კანდიდატი, მას ოლქში მთლიანად დაახლოებით 38% აქვს აღებული და მეორე ადგილზე ნაცმოძრაობის კანდიდატს 25.5% აქვს დღეს მოვარებებით.